ეს ღირსეული ნაბიჯი ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ყველას რომ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო, თავისუფლების მოყვარული ხალხი ვართ და არავის არ მივცემთ შესაძლებლობას შეურაცხყოფა მოგვაყენოს, ყოველთვის გვაშანტაჟოს და გაკეთდეს ისეთი განცხადებები, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე. ჩვენ ხედავთ ბოლო თვეების განმავლობაში, ბოლო წლების განმავლობაში ყველგან ბრიუსელის ბიუროკრატია არსად სამართალი. და ეს არის დღევანდელი მოცემულობა და არავის არ მიეცემა შესაძლებლობა ჩვენი სამშობლოს სხვადასხვა მიზეზებით და მიზნებით აშანტაჟოს, შეურაცხყოფა მიახენოს. ეს იყო ღირსეული ნაბიჯი და ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და კეთილი უნდა ინებოს ყველამ, არა აქვს მნიშვნელობა ეს ბრიუსელი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, პატივი უნდა სცეს საქართველოს სახელმწიფოს და ქართულ ხალხს. ჩვენ ფიზიკურად სხვა გზა არ გქონდა დარჩენილი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ღირსეული ქვეყანა, თავმოყარე ქვეყანა და გადავდგით ეს ნაბიჯი და ჩვენი სურვილით, უარი უთხარით ამ უფლებამოსილების ცნობაზე და რა თქმა უნდა, ეს არის ახლა დროებითი გადაწყვეტილება, ვინაიდან დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ისე გაიმარჯვებს საღი აზრი საბოლოო ჯამში ბრიუსელშიც და სტრასბურგშიც და შესაბამისად მე შეუდგება ჩვენი დელეგაცია უკვე საპარლამენტო მუშაობას პასეში. Ჰევილი ცივილიზებული სამყარო ხარს უჭერს ქართული ხალხის ბრძოლას და ეს რეზოლუცია იქნა ერთხმად მიღებული და იმის ნაცვლად, რომ ქართულ ოცნებას გაეთვალისწინებინა ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ქართულ ოცნების დელეგაციამ განაცხადა, რომ მონაწილეობას არ მიიღებს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში. და ეს არის სწორედ ის რეალობა, რომელიც დგას ახლა ჩვენი ქვეყნის წინაშე, როდესაც ქართული ოცნების ძალისხმევით ქვეყანა არის სრულად იზოლირებული ცივილიზებული სამყაროსგან და სრულ დევიზის ღირსებით ევროპისკენ ნაცვლად ქართული ოცნებამ დააყენა რეალობა კუდამოძუებული ევროპიდან. ეს არის მნიშვნელოვანი წარმატება, მნიშვნელოვანი ნაბიჯი არაღიარების პოლიტიკისთვის, ქართული ოცნების იზოლაციისთვის, სანქცირებისთვის და რაც თავარია, ჩვენი პოლიტპატიმრების გამოშვებისთვის და მოძალადეების დასჯისთვის. ამასთანავე, ძალიან კომიკური იყო ქართული ოცნების რეაქცია, რომლებმაც პრაქტიკულად გაგდების შემდეგ გამოაცხადეს, რომ თავად ტოვებენ ასამბლეას. ტრაგედია არის ის, რომ 1999 წლის 27 იანვარს ესეც რაღაცნაირად სიმბოლურია, რომ ისიც იანვარში იყო ზურა ჟვანიას ძალიან ცნობილი ფრაზა მე ვარ ქართველი, მას შესაძლოა მე ვარ ევროპელი, როდესაც ევროპის საბჭოს წევრი გახდა საქართველო და 26 წლის თავზე ქართველი ხალხისთვის დაუკითხავად ივანიშვილის ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, ისე რომ ხალხს არ ეკითხება, უბრალოდ ესე სასოწარკვეთილად გადაწყვიტა, რომ აი მე ვტოვებ, რა თქოს დაასწრო ევროპის საბჭოს. ვიმეორებ, ეს არის ეროვნული ინტერესების და ქართული ხალხის ხალხი.